უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის ცოლი, უკრაინის პირველი ლედი ოლენა ზელენსკა რუსული დეზინფორმაციის სამიზნე გახდა. მის შესახებ სოციალურ ქსელში გავრცელდა ყალბი ინფორმაცია, რომ თითქოს ის უკრაინიდან გაქცევას გეგმავდა ქმართან დაძაბული ურთიერთობების გამო, თუმცა ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება, მაგრამ ამის მიუხედავად ის გავრცელდა პლატფორმა X-ზე, Facebook-ზე, Telegram-ზე და Instagram-ზე და სწორედ ამის შემდეგ მას მალე მოყვა გამოხმაურება ტელეკომპანია BBC-ს ჟურნალისტისგან, რომელმაც განაცხადა, რომ ტელეკომპანია BBC-ს მსგავსი ინფორმაცია არ გავრცელებია. ეს ვიდეო არის შექმნილი ხელოვნური ინტელექტით, რომელსაც აქვს BBC-ს ლოგო და ასევე ბრენდინგი და საკმაოდ გავს BBC-ს გაშუქების სტილს, რამაც საზოგადოება შეიყვანა შეცდომაში და სწორედ აი ამის გამო ჟურნალისტი BBC-ში, რომელიც სწორედ ფაქტ-ჩეკის მიმართულებით მუშაობს, განაცხადა, რომ ეს ყველაფერი არის რუსული დეზინფორმაციული კამპანიის ნაწილი და მან განაცხადა, რომ მსგავსი ინფორმაცია მათ არც ერთ პლატფორმაზე არ გამოქვეყნებულა და ეს არის საკმაოდ ცნობილი პრაქტიკა, რომელიც დაინერგა რუსული დეზინფორმაციული კამპანიის ფარგლებში და ადრე ევრონიუსის ლოგოთიც გავრცელებულა დეზინფორმაცია, სადაც სწორედ ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი ვიდეოები ვრცელდებოდა, ჰქონდა ევრონიუსის ლოგო და ასევე ევრონიუსის გაშუქების სტილი, თუმცა ფაქტ-ჩეკერებმა აწარმოეს მონიტორინგი სოციალურ ქსელში და აღმოაჩინეს რუსული დეზინფორმაციული კამპანია, რომელსაც ტყუპის ცალი უწოდეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი ცდილობდნენ ცნობილი და სანდო მედია საშუალებების ვებგვერდების მსგავსი დომეინები შეიქმნათ და შემდეგ ამ ვებგვერდებზე გაევრცელებინათ ყალბი ინფორმაცია, თუმცა და ეს ტაქტიკა იყო მაგალითად გერმანიის საპარლამენტო არჩევნების დროს გამოყენებული და ასევე უკრაინის დეზინფორმაციასთან ბრძოლის ცენტრმა ასევე აღმოაჩინა ბრიტანული გაზეთების ყალბი სათაურები, სადაც თითქოს ოლენა ზელენსკას ფოტოები იყო გავრცელებული, წარწერით სად არის ოლენა ზელენსკა და ეს ინფორმაცია გავრცელდა რუსულ პროპაგანდისტულ არხებსა და Telegram-ზე, თუმცა რა თქმა უნდა არ შეესაბამება ეს ინფორმაცია სიმართლეს, ხოლო ვინ გამოაქვეყნა ეს ინფორმაცია პლატფორმა X-ზე. თავდაპირველად ეს ინფორმაცია გავრცელა ერთ-ერთმა გვერდმა სახელად Peacemaker-მა, რომელსაც ყავს 40,000 გამომწერი პლატფორმა X-ზე და ხშირად ავრცელებს დეზინფორმაციას უკრაინის შესახებ და ავრცელებს რუსულ პროპაგანდისტულ ინფორმაციას და მიუხედავად იმისა, რომ ამის არაერთი დამადასტურებელი ფაქტი არსებობს, ის კვლავ არის აქტიური ეს გვერდი პლატფორმა X-ზე და რაც ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ამ გვერდს აქვს ლურჯი ვერიფიკაციის ნიშანი, რაც ადრე პლატფორმა X-ზე ნიშნავდა იმას, რომ ეს გვერდი ავრცელებს სანდო და უტყუარ ინფორმაციას, სწორედ აი ამ ყველაფერმა შეიყვანა საზოგადოება შეცდომაში, თუმცა ეს გვერდი კვლავ აგრძელებს დეზინფორმაციულ კამპანიების გავრცელებას, შესაბამისად რთული არის დადგინდეს საზოგადოებისთვის, რომელი არის ყალბი და რომელი არის ნამდვილი ინფორმაცია.